და ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელსაც ახალგაზრდები მართავენ. აქციას ჩემი კოლეგა თიკა წერეთელი ესწრება და ჩვენ მას პირდაპირ ეთერში ვთავთ. თიკა, მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმებით თორნიკე, აქციის მონაწილეებმა თავისუფლების მოედანზე შეკრება დაახლოებით 11 საათიდან დაიწყეს. სტუდენტები აქ ამ დრომდე მოდიან და ისინი აპროტესტებენ ლაშა მესხიას, დავით ფაცაციას, დავით საგურიას და ბექა ალადაშვილის დაპატიმრებას. ჩვენ შევიკრიბეთ აქ იმისათვის, რადგან ახალგაზრდებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროსთან შიმშილობენ, უკვე მეორე დღეა, გამოუცხადეთ სოლიდარობა ჩვენი მსწავლობით. მინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ეს შიმშილობა დაწყებულია საპატიმროებში განვითარებული მოვლენების გამო და იმ უკანონო დაპატიმრებების გამო, რომელიც მიუხედავად იმ მოვლენებისა, რაც ბოლო საქართველოში განვითარდა, გრძელდება. ჩვენ ახალგაზრდები აპროტესტებთ ჩვენი ბიჭების პოლიტიკური მიზნით დაკავებას. ჩვენი ბიჭები სანამ ჩვენ ბიჭებს არ გამოუშვებენ, შიმშილობა არ შეწდება. როგორც აქციის ორგანიზატორმა ლევან კოჭლაშვილმა აღნიშნა, ისინი თავისუფლების აქციით, თავისუფლების მოედნის აქციით უცხადებენ სოლიდარობას იუსტიციის სახლთან შეკრებილ მოშიმშილეებს და ძალიან მალე თავისუფლების მოედნიდან აქციის წევრები გაემართებიან იუსტიციის სახლისკენ. მადლობა თიკა, აქციიდან პირდაპირ ეთერში თიკა წერეთელი საუბრობდა.